დილამშვიდობისაო, როგორ ახართო? ხომ არ მოგენატრეთ? მოკლედ, მე ნორმალურად ვარ შედარებით. ეს მივხვდი გოგოებო, რა არის? თურმე აქ ამ ძაბრში უნდა ჩაყარო ის პროდუქტი, რომელიც გინდა რომ წყალი გააკეთო. და მე ხო ლინის და კოჭას მოყვარული ვარ და ეს არის საჩემო. მაგრამ აქ ვერ დავამუღამ, ესე ხელით უნდა ვიხვეწო ამას. დიახთ, გაგვიმარჯოს ჯანჯაფილით, დილით 3 ჭიქა ყავა მოვასწარი. ჩემი შვილის სკოლაში გავუშვი და ჩავუჯდათ კომენტარებს. ასე ვერ გეფერებით ხოლმე და ასე მოგეფეროთ. აიცადეთ. ჯერ ვიპოვოთ ვიღაცა დორას ვლოგი. იქ ჩანს კარგად. მერე ვიპოვოთ ვიდეო ნაომარი დილა. და დავიწყოთ. პირველი კომენტარი არის ოლიკო ოლიკოსი. ეს გოგონა არის ჩემი გამაძლიერებელი ტურბო. მიყვარხარ დორა ჩემს აზრებს ვერ ვალაგებ. წერ და ვშლი. ჩემთან უფრო რთულადაა ეს თემა და იქნებ ერთ დღეს მოგიყვა კიდეც. ახლა კი ერთ ვთხოვ უფალს. ყველა დედას აუხდინა შვილის კეთილდღეობაზე სურვილი. ჩემს დაღლილ გულში მალა მოთხარ, ჩემო მზე გოგო. უკომენტაროთ. ნონა თოდაძე. დაედიტებული აქ და წინას შევხედე. ჩემი ბიჭის დილით ადგომა სკოლა, უნივერსიტეტი არც გამიგია. ჩემი და მეუბნებოდა შებედნიე რომ თავისებმა გააგიჟეს რთულები არიან ბიჭები, ჭკუის დარიგება არ უყვართ დედებისგან. ჩემთან ახლა უფრო რთულადაა. ახლა და ახლა უფრო მიშლის ნერვებს. მოდი გავცვალოთ დორა, მე ბექას მოგცემთ და ნიკოლოს მე წამოვიყვან. ჩემ ბიჭს უჟმურაძეს ვეძახი, ესე იგი ერთ სიტყვას რომ დავარიგებ, ეგრევე ფეთქებადი ხდება, ახტება და დახტება. მომენტ მეგობრები ვართ, მაგრამ ნუ სულ ფერაობა უნდა. ღმერთმა ყველა დედას ბედნიერი გვიმყოფოს შვილები. ნონა გიცვლი. უსიტყვოთ. ხო, ვინც არ იცის ეს და არ გაუვლია, დავითზე მაგალითად არ გამრა სკოლაში ატექი წადია, ну, რა ვიცი, კი ვაღვიძებდი შვილს, კი ვიყავი ჩართულობაში, მაგრამ ესე რო წიხლით გამეტენა არ იყო. ხათუნა მუსერიძე. არა და ვგრძნობ, ნიკა ძალიან მაგარ ბიჭია, ეს ყველაფერი ტკბილმოგონებად დარჩება დორა, თქვენ კი ხართ სანიმუშნო დედა და ჩემთვის შესაშური ადამიანი. ხათო, მადლობა ძალიან დიდი. კი, ნიკოლოზი ძალიან კარგი ბიჭია. იმ პრობლემებს, რაც გვაქვს, მე ყვები და გიზიარებთ. დანარჩენი მე ნიკასთან არ მაქვს პრობლემა. ელენე გვიწერს საყვარელო ყველაფერი თავის ადგილას იქნება, ნიკოლოზი მაგარი კაცი დადგება. ალილო და ხვალეო. ზოია გვიწერს ბევრ გულებს. ზოიკო ჩემგანაც ბევრი გულები. მარინა კხ 9ბხ. დორა, მე ყველაფერი კარგად იქნება, მეც გამოვიარე ეგ პერიოდი. დიდი ნერვიულობით და გავინადგურე ჯანმრთელობა, არის ნერვიულო არაფერზე, გულით გიწერ ამ სიტყვებს. მარინა, გაკოცა გულში. უღრმეს მადლობა შენ. ანუ გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. დავითი რო ყოფილიყო ასეთი, მე უკვე დატრენინგებული ვიქნებოდი და მეცოდინებოდა რომ დილით უნდა ვიჩხუბო რომ სკოლაში წავიდეს და რაღაცებს ხვანაირად ვიზავდი, მაგრამ ორივე ჩემი გაჩენილი და ჩემი გაზრდილი შვილი იმდენ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ როგორც ცა და დედამიწა ეს ჩადებულია.
როცა მაწყობს არა და ხალხო აბსოლუტურად მე ვარ რა დაპატარავებული კაცის სხეულში იმდენად ძალიან სენსიტიური და ძალიან მგრძნობიარი და ძალიან სასაცილო ტიპია ნიკოლოზი. ხო, ეკა ჭიტაშვილი. ქალბატონო ეკა თქვენ შემდეგ ვიდეოზეც შემდეგი რომ დავდე ოჯახის წევრზე, სადაც სახლი დავალაგე და ეხა კიდე უნდა წავიდეთ იქ და მეორე ვიდეოსაც ალბათ იქ გამოვაცხობ, ცოტა ესე წერთ რა და მაგით თუ გონიათ რომ მე მკბენთ, აი დარდი რა. მთელი ზამთარი ეს კი არა, ერთი კვირა არ მყოფნის ხოლმე, მე იმდენს ვშოულობ და არასდროს არ ვწუწუნებ და ოჯახის წევრებისგან ფულს არ ვიღებ. რა ვიცი, მე არ ვიცი რა უნდა გითხრა რა. არ ვიცი რა გაბოროტებთ ხალხი, 3-5 მაკარონი თქვენ თუ მთელი თვე ცხოვრობთ. მე ერთ კვირაში მჭირდება და ღმერთს მადლობა რაც მაქვს. მე ვშოულობ, ჩემია და რა ვიცი მე, რის ფასად ვშოულობ იმაზე იფიქრეთ რა. კაი? ხო, ეხა ამ აქ კიდე ისეა დიდგულზეა. ვერ მივცემ უფლებას უწლოვანოს, აქ ალბათ არასრულწლოვანი იყო, ყველაფრის. იცით რას გეტყვით? სხვა საქმეში და ომში ძალიან ბრძენია. რის უფლებას ვერ მისცემთ? 15 და 16 წელს მოზარდები სახლიდან გარბიან. ღამეებს ათენებენ, ნარკოტიკებს მოიხმარენ და ძალიან ცუდი სურათია. პაპიროს პირიდან არ აგდებენ. რის უფლებას ვერ მისცემ, რომელი დედა აძლევს იმის უფლებას, რაც დღეს ვითარება არის და რაც არის შექმნილი ბარებიდან და კლუბებიდან არ გამოდიან და პანტაპუნტით გვეცლებიან ახალგაზრდა ბიჭები ხელიდან. რისი უფლების მიმცემი ხარ დღეს? 16 წლის მოზარდთან რომელ უფლებებზე ლაპარაკობ, საერთოდ ვერ ხვდები რა. იქით არ მოგცემს უფლებას, რომ სიტყვა შეუბრუნო და რაიმე ისე უთხრა. მეორე, მოდი, დედის სიმიდან მივუდგეთ. რატომ არ უნდა მისცე უფლება, რომ დაგანახოს რა უნდა თვითონ? შენ როგორც გინდა რომ იცხოვროს, ეგ არ არის შენი ფორმულა და ეგ არ არის შენი სწორი რეცეპტი, რომ შენ შვილს მოარგო. ძალიან ბევრი 9 კლასს დამთავრებული ძალიან მაგარი ტიპი მინახია. კემბრიჯის უნივერსიტეტის დამთავრებულს რო ჯობია, ბევრი შემოსავლით და ძალიან ბევრი განათლებული ადამიანი მინახია, ჩაძირული, ჩამპალი და გაუბედურებული. ანუ არ არსებობს რეცეპტი ცხოვრებაში. უბრალოდ შენ ხარ, არ ვიცი თქვენ როგორი დედა ხართ და ამაზე რა თქმა უნდა არ შეგეხებით ეს დახურული თემა, მაგრამ თქვენი აზრი გაქვთ, მე ჩემი აზრი მაქვს, მე ჩემი პრინციპები მაქვს. თქვენ თუ ეხა რაიმეს გიზიარებ, ეკა, შენ არ იფიქრო რომ ეს სახში მყავს ვიღაცა ყაჩაღი. ჩემი შვილებით მე ვარ ძალიან ამაყი, უბრალოდ ის თემები და ის რაღაცა მომენტები, რომელიც მე მაწუხებს, იმას ვაზიარებ ხოლმე. ვალდებულია სწორგზას დააყენოს. რატო ვერ აყენებს სწორგზაზე დედები? რამდენი ადამიანია გზასაც და 90%. ან რას ეძახის სწორგზას? რომელია სწორი გზა? არ ვიცი. ხათო გვიწერს გულებს. მე ვიცი ჩემი ვალდებულებები ეკა. ძალიან კარგად. იმაზე კარგად დამიჯერე ვიდრე შემგონია. და თან მე იმდენად მარტო ვარ ამ ომში და იმდენად 2 და 5 კაცის ვალდებულებები მაქვს, რომ ვერც წარმოიდგენ მე რამდენად ვიხევი ტრაქზე და რეებს ვაკეთებ და რა ვიცი, შენთან მოყოლას არ ვაპირებ. და ის ფაქტი, ის ნიუანსი, რომელიც მე გამოვიტანე, ეგ ხა მოვიტყუო დადის თქო და კარგად სწავლობს თქო. რაც პრობლემაა, იმას ვამბობ. ვალდებულებები ბევრი გვაქვს, მაგრამ არ ვაკეთებთ და ვერ ვაკეთებთ. იქ ზემოთ არის ცოტა რაღაცები. თეა ჩუჩუა კუჩუა კითხვის პრობლემა მაქვს.
დორ საოცარი დედა ხარ შენ, ბევრისგან მესმის ბევრისგან მესმის შენ როგორც დედა. ბევრი მესმის შენი როგორც დედა, ანუ ჩემ ტელეფონს ხაზები აქვს. თეაკო რაღა შენს კომენტარზე ვერ წავიკითხე და ვერ გამოვაგე ენა. მაპატიე. ნინო ნინია. ჩემო გოგო, ანალოგიურს გავდიოდი ჩემ შვილიშვილთან. მხოლოდ ვითხოვდი სკოლაში წასვლით. მხოლოდ ის გაგიგებს, სადაც მსგავსი ტრიალებს თორე ზოგიერთებმა შეიძლება დაგვიწყონ როგორ ბედავს, როგორ არ გემორჩილება. მე რომ შენ ადგილას ვიყო და კიდევ რა ვიცი, ვინ რას წამოროშავს. გაივლის ყველაფერი კარგად იქნება, მიხედა შენს ჯანმრთელობას. ვეთანხმები 99%-ით. ხო. ეგრეა. ანუ სხვის კალოში თუ არ გცმიათ ხალხო ძალიან რთულია ილაპარაკო, ანუ ასე იქნება და ნუ ზეპირად ლაპარაკი ხა მე ნებისმიერ ძალიან სულ სიტუაციაზე რომ მომიყვე. ნუ ძალიან მარტივად დამისახება და ვიტყვი აქედან როგორ ვერ გამოდის, მაგრამ მე იქ ხარ ყოფილვარ, ის არ გამივლე, მე ეს მოვისმინე. ჩემი გადმოსახედით აღქმით აღვიქვი. ნებისმიერი სიტუაციები რომელიც ხდება იმას რაღაცა სიტყვებით კიდე აკლდება რაღაცები, ან ემატება, ან ალამაზებ და ისეყვები, ან ამას ხარავებ და ისეყვები, ან გაკლდება, ვერ გადმოსცემ ემოციას. ნინო კალაძე არა მარტო შენ საყვარელო, ბევრ ოჯახში ხდება იქ ბიჭების უმეტესობა ასე ურჩობს, მაგრამ რომ გახდება სრულწლოვანი, ნელ-ნელა ჩადგება ფორმაში. მაგის იმედად ვარ, ნინიკო მეც. ნაირა დავითაშვილი. დორა გამარჯობა შეკვეთაზე რომ დაგელაპარაკოს, როგორ უნდა დაგიკავშირდეს, ახლობელს უნდა სახლის დალაგებაო. დავწერე ჩემი კომპანიის სახელი, მაგრამ ხო არ ვიცი, მოიწერეთ. კი, თან შეჭდა. ასმათი ცხადაძე, ჩემი ბიჭი ზურგში და დაუჯერებელია. სკოლა უყვარს 2 დღე, 3 არა. მაგრამ 5 დღე სიარული ვერ გაითავისა, უკვე მე-7 კლასელმა, ხო? საერთო პრობლემაა ეს და იმიტომ ასაჯეროვებ, თორე ჩვენმა შვილმა რამე რომ მოიპაროს, ცუდად რომ მოიქცეს რა რაღაც შეეშალოს, მე ხო აქ არ ვიტყვი ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, შემრცხვება და რა თქმა უნდა თქვენ 90% არ იცით მე როგორ ვცხოვრობ. ანუ აქ მე მომაქვს თემები, რომლის გასაჯეროებაც საზოგადოებრივია, ზოგადად შეიძლება და ნორმალი. მოყალა ფარულავა. ძალიან კარგი თემაა, დორა შენი მესმის ნორმალურია, სპორტზეა შეყვარებული და აცალეთ მისი მხრიდანაც ნორმალურია. ასე რომ აცალე ურთიერთობებს შეინარჩუნება, ასე უკეთესი იქნება სამაგალითო დედა ხარ შენ წარმატებებიო. სამაგალითო ვერ ვარ, ბევრ შეცდომას ვუშვებ მეც და მღალატობს ხოლმე ხანდახან ნერვული სისტემა და არ შემიძლია ხოლმე რომ გადავიტანო ჩემი თავი მის ადგილას, ისევ გავხდეთ 16 წლის, ისევ ნიავქარი ჩავრთო თავში და მეგონოს რომ ყველაფერი ძალიან ლამაზი იქნება, ვარდისფერი სათვალე რო გიკეთია, მაგრამ ხანდახან ჭედავ ხოლმე და ხო რა, ანუ დედისგან ნაქები შვილი მე არ მეყვარს, მაგრამ ერთს ვიტყვი რომ კაცობაში აქ არ მოიაზრება ქუჩის ბიჭობა და ჩემი დედას გეფიცების ამბავი, ადამიანობაში, თანადგომაში, ჩემთან არა ოღონდ, მე არ განვიხილები, ბადალი არ ყავს. დანარჩენს ეს ბუშველით. რამეთნაირად. ზელმაკო, მეც დავში დაზიანებული და ფარხმალ დაყრელი, მშობლები ვმარცხდებით შვილებთან, უფრო ბიჭებთან. გისმენ და გაოცებული ვრჩები რა ძალიან კარგი და სწორი ადამიანი ხარ, დორა, შენი აზროვნება მეტყოლებს შენს განათლებაზე და ინტელექტზე, გავწითლდი.
სასტიკით ნუ იქნები დორა, მეც ვიყავი ხანდახან და ნანობ, ვერაფერი მოვიკე, ხო, დორა თავის ტკივილები არიან შვილები და გულის ხეთქვები ისევ ბიჭები. არანაირი სახლში ყოფლა გვერდიდან არ მოვშორები ვარ, მაგრამ მაინც არ მიჯერებდნენ. არ ინერვიულო ჩემოსაყვარელო დორა, ეხლა ბავშვების უმრავლესობა ეგრეა. მე მგონია რომ მალე შეიცვლება ასაკის ბრალია, დაალაგდება მისი ჭკუაც, არეული ჰორმონებიც, იცის ნეტავი. საუკეთესო დედიკო რომ ყავს, იცის უბრალოდ ეგეთია ბედნიერში სიხარმი. შენს გულს ვაიმე ზელმაკო. ხო, ფარხმალ არ ვყრი ფარხმალს. თვლი რომ ჯერ არ დაუმარცხებულ ვარ, თუ კონკრეტულ ყოველდღიურ სიტუაციებს არ ავიღებთ. ვაი, გამიქცა. სასტიკი არ ვარ არასდროს, მე ჩემი შვილები არასდროს არ მიცემია, კი არა ყური არ მიწევია. ვცდილობ რომ ტონსაც არ აუწიო. პირიქით მე როცა უბრაზობ, მე ყვირილი არ შემიძლია ხალხო, როცა ნერვიულდები და მინდა რომ ვიყვირო, ხმა მერთმევა, არ მაქვს ხმა. შესაბამისად, თუ მაინც გავბედე და დავიყვირე, ჩემი იოგები მე მიწყებს ხოილებას და ანუ სასტიკი შეტევები მეწყება. შესაბამისად, ყვირილი არ არის ჩემს სახლში, ანუ არავინ არ ყვირის, არავინ არავის არ სცემს, არ ვსჯი, უბრალოდ ვასწავლი იმას, რომ პრიორიტეტი არ არის iPhone-ი, პრიორიტეტი არ არის მუცლის ამოყრვა, პრიორიტეტი არ არის გციოდეს ცოტა, გეცვას გახეული, გეცვას ფერგადასული, ანუ ეს ძალიან ნორმალურია. შენ თუ ცხოვრებაში ყველაფერი გაქვს, აბსოლუტურად ყველაფერი, აქ ანუ საჭმლის ჭამა არ განისაზღვრება რა, საჭმელი უნდა აჭამო, კატებს ვაჭმევ. მე მოლიზეც და აი დღესაც რა ვიცი, არ ვიღებ ხოლმე ტუნას 1 კილა გავუყავე, იმიტომ რომ კორმი არ მქონდა ნაყიდი. ანუ არ მეინანება მე რა სისულელია ცხოველებისთვის, არ მეინანება ქუჩაში ადამიანებისთვის და ბოლო კაპიკები ამომიღია და ეხლა ჩემ შულს, ანუ ეს მინიმალური ის რომ აჭამო და რაღაცა შემოსო, რომ არ შესცივდეს, ეგ ჩვეულებრივი ამბავია რა, ვალდებულება გაქვს აქ. მაგრამ აი სასტიკო დასჯებზე და იმაზე ვერ, ნუ დასჯილია ფაქტიურად, მე ისე ვზდი. ეს მამაჩემ მასწავლა, რომ თვითონ აქვს ესეთი ის. მე მოგცემ მინიმალურს და მოდი შენი შრომე და გქონდეს მაქსიმალური ის გქონდეს, რაც გინდა და აბსოლუტურად გამართლებადია რა. იმდენად გამართლებადია, დავითი თანაც ესე ვიქცეოდი. და არ მახსოვს ჩემ შვილებს, ოდესმე ეთქვას, რომ ეს გაუფუჭდა და მიიყიდეთ, აი მომიტანა შარვარი იმ დღეს გამიკერეო და გავუკერე ერთხელ, გავუკერე მეორედ და მესამედ აღარ გავკერე და გამოვწერეთ. მუშაობს დავითი და დღესაც დავურეკე და ვუთხარი, რომ ანუ პრობლემა მაქვს. ვერ უყიდი ახლა ტანსაცმელს და შარშა რაც ეცვა შენი ტანსაცმელი გამოატანე. იმდენი აქვს. რაც მას სურვილი ქონდა, მისი ხელფასით იკმაყოფილებს. იმიტომ მუშაობს ორ შაბათიდან ორ შაბათამდე შესვენების გარეშე, რომ თავის სურვილები დაიკმაყოფილოს, რაც უნდა და ბავშვობაში და უშუალოდ და არ ქონდა. ანუ უაზროდ ყიდულობს ყურსასმენებს, უაზროდ ყიდულობს მე ნიკოს ჩუქნის ხოლმე, სათვალებს, სუნამოებს, ანუ რაც უნდა და ეს არის აბსოლუტურად ნორმალური, მე ძალიან მიხარია ხოლმე. ანუ იყიდის ერთს, მე რო ვცდილობ რომ ერთი მევუყიდო. ის რაც ბავშვობაში მე არ ვაჩვენე, ეხა 23 წლის კაცი ვერ გახდება ბრენდომანი. ანუ იმან დაიკმაყოფილა იმ სურვილი და მიხვდა რომ ეს ლევაისიც ჩვეულებრივი ჯინსია, როგორც მეორეში ნაყიდი, მიხვდა რომ ისიც ჩვეულებრივია, როგორც ეგ არის. მაგრამ მაინც 50 წყვილი ფეხსაცმელი აქვს, გიждდება ფეხსაცმელებზე და მეც ვტენი და ვტენი. საუკეთესო დედიკო რო ყავს არ იცის. ზოგადად ადამიანებს გონიათ, რომ მაპატიეთ. ყველა ოჯახში ასახდება, ეს ყველაფერი ჩვეულებრივია. არც ვარ საუკეთესო, ვერც დავდებ თავს, რომ ვარ საუკეთესო. ერთადერთი რაზეც შემიძლია თავი დავდო,
ის არის რომ ჩამშულებს ნებისმიერ მდგომარეობაში, ნებისმიერ ამბავში გვერდში დავუდგები, გავუგებ და მე ვარ საუკეთესო მეგობარი მხოლოდ. როგორც დედას ბევრი მინუსი მაქვს. ქეთი მჭედლიშვილი. დასჯა უფრო ცუდი იქნება ისეთი ხასიათი უჩანს, ალბათ დრო სჭირდება ასე რომ გაგიგოს, ისევ რომ გაგიგოს. მეც ორი ბიჭი მყავს, მართლაც რთულია ბიჭის დედობა, დედაჩემი სულ მადლობას უხდის უფალს, რომ ორი გოგო ვყევართ, არ ვსჯი. ქეთო არ ვსჯი არასდროს. პერიქით, ანუ აზრი არ აქვს. მე რომ სჯიდნენ და ჩემიდან ვუყურებ, ხვდები რომ აზრი არ აქვს რა. და აქ არის კიდევ ეს ეკაჩიტაშვილი ნახევარი საათი რომ მივუძღვენი. მაგაზეც არ არის. შეიძლება გოგო უფრო დაუმორჩილებელი გამოვიდეს. ამას დავაგულებ, იმიტომ რომ სწორედ. გოგოსა და ბიჭს შორის სხვაობა არ არის. ხალხო არსებობენ, მე დღეს ვხედავ გოგოებს, გული მისკდება, როგორც ჩემი შვილია 12-ის ნახევრამდე ქუჩაში და დასდევს ბურთს, ისე დასდევენ ისინიც. არის მეორე კატეგორია, რომელიც მაგ დროს იღვიძებს და მიდის ბარში, სვავენ, ეწევიან, ბოზობენ, იწყებენ აქტიურ, ბოზობა ცუდი სიტყვა, აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას, იმიტომ რომ ვისაც რამდენი უნდა, იმდენი უნდა ყავდეს და ღმერთმა შეარგოს, ვისაც როგორ ეცხოვრება, ისე უნდა იცხოვროს და იმ გოგოებსაც ხო ვერ იმაშვე, ვერავინ ვერ თოკავს. ხო რა, ნუ რაღაც ეგრე. აქერა რეზიუმე გავაკეთოთ, მოდით. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა? რაიმე გაჭიროების მეტყობა მე შვილებთან ურთიერთობის? დავიცრეთ შეეხება იმაზე მეტად ვუყვარ ვარ, ვიდრე მე მინდა რომ ვუყვარდა, იმიტომ რომ მე არ მიყვარს ეს ქართული დედაშვილობის ამბავი და მიწებება და ჭიპლარის არ მოჭრა, რომ ჯერ ბაღს უვლი ამ ჭიპლარით, გარშემო მერე სკოლას უვლი ამ ჭიპლარით, მერე უნივერსიტეტს, მერე ცოლთანაც ჭიპლარი გაქვს დახოვლი, გაწყვიტე, ჩაჭერი. ანუ როგორ არ ვერევი რა სისულელეა, მაგრამ ძალიან მორიდებით. იქნება ასე ჯობდეს. დღეს დაახლოებით 8-ს არ მყოფნის ჩემ შულთან ეხა ჩამოვედა ერთი თო ჩემთან იქნება და მე მეორე ვირუსახში ისუნთქებს რა ბედნიერება. გიждები. რაც შეეხება ნიკოლოს მაგის გარდა ბავშვს არ აქვს პრობლემა. იმდენად პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. ერთხელ რომ დავრეკავ და ვერ მიპასუხებს, ბავშვი იმდენად განიცდის, ბავშვი არა მოზარდი. და ისე ნერვიულობს. ანუ სულ ვიცი სად არის, სულ ვიცი ვისთან ერთად არის, სულ ვიცი რას აკეთებს, სულ ვიცი როდის მოვა. სულ, ანუ ერთი სუნთქვით ვცხოვრობთ. და თქვენ რა გონიათ მე რომ რაიმე ძალიან განსაკუთრებული მიჭირდეს იმის გარდა რაც საზოგადო პრობლემაა, არ სწავლა, ან ძალიან სწავლა. ანუ ერთი ბავშვი მინდა, ვინც ძალიან ისწავლის დავითივით ისე. ხო. რეცეპტი კიდევ ის რომ აი მოდი მე ისე მოვიქცეოდი, ეს არ არსებობს ჩემო კარგებო. ეკა ძირითადად შენ გეხება და ზოგადად რა ვიცი მეტი არავის არ გამოუთქვა საპირისპირო აზრი. არ არსებობს რეცეპტი. შენ ვერ გაიგებ ეკა, ჩემთან როგორ არის ამბები. მათი გაჩვენებ. ვერ ააყენებ. ნიძულს ჩამოვდივარ. ვერაფრით. ანუ ძალიან დიდი ბიჭია, რას ვუწევ ფეხით გადმოაგდებ. ისიც რომ მოდი დაველოდო და ყველაფერი თავისით დაალაგდება, არც მაგას არ ვემხრობი ხალხო. ნონამ გვიპასუხა, მეც, მაგრამ მერე წუწუნი და მობრუნება არ იყოსო. არა ნონა. გამოვუშვი. კარგი იყო. სად ვიყავი?
ხო, რეცეპტი არ არის რა. ანუ ვერაფერს ვერ გააკეთებ. და მეორე კიდე ხალხო და ჯამაათნო. მაკამ მოგწერა ღონღაძემ, მაშინ გვარი რა არის სწორად თქვი. უყურეთ როგორ არის ამბავი. სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. ნეგატიურსაც და პოზიტიურსაც. ადამიანურსაც და არა ადამიანურსაც და თან უკან გიბრუნდება. ამიტომ